იმერეთში ცეცხლსროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით 3 პირის სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას 2 ცეცხლსროლი იარაღი, რევოლვერი, 38 ვაზნა, მჭირი და მცირე კალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცება დამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Saladovit aravis ar momdzi cheni shlelova ari mshvidobiyani cheni წლის წინ 1992 წლის 2 თებერვალს თბილისში მშვიდობიან მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა დღემდე ცნობილი არ არის. ქვეყნიდან განდევნილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად ქუჩაში მრავალი ათასი ადამიანი გამოვიდა. რამდენიმე დიდი მიტინგი დროებითმა მთავრობამ კიტოვანის სიგუა იოსელიანის სამეულმა იანვარშივე დაარბია. თავდაპირველად აქციის მონაწილეებს ხელკეტებითა და წყლის ჭავლით შლიდნენ. 2 თებერვალს კი უკვე ცეცხლი გაუხსნეს. ქუთაისში დღეს დაღუპულები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. იმისათვის რომ მსგავსი ტრაგედია ქვეყანაში აღარასოდეს განმეორდეს. ბოლო ხომ უნდა დამთავრდეს აფსესის ზღვა და იგი რა ქომოდა უნდა წყვიტოთ ქართველები ერთად. ეს აწყობს მტერს 2 და რო ჩხუბობს სახში და 2 ძმა როცა ჩხუბობს სახში ვის აწყობს ეს აწყობს მესამე პირს. ერთი ძმაც აგეს, მეორე ძმაც აგეს, დაც აგეს, ყველა მშვიდობა ეს გვინდა და როგორ თქვა და ნათელი დაადგეს სიმხატა აწინ არ გამოვიდეს რომ ქართველებმა წყვიტოთ ერთმანეთს რატო იცი დევიზია ასეთი გაუმორძოს საქართველოს უკართველოს. საქართველოს უნდათ რომ დაიპყრო ეს უნდათ რომ ქართველების გარეშე და ღმერთთან უკრას ეგ დაამხეს კანონიერი ხელისუფლება სიმართლე უნდა ვთქვათ მწარე სიმართლე დაუნდობლად დახვდეს ბიჭები დემოკრატიის გულზა ესე იგი დაწყვიტეს ქვეყანა და დაანგრიეს დაშალეს მერე დაუკარგეთ აფხაზეთის სამაჩაბლო სამოქალაქო ომით და ეკონომიურად აღარ ვარგა ქვეყანა და გაძარცული გამათხოვრებული დაბეჭდებული ხალხი საქართველოსთან გარბის გლოვა სამშობლო ღმერთ იყოს ჩვენი მფარველი 29-30 იანვარს მასშტაბური აქციების შემდგომ სამეგრელოდან თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა ჯაბა იოსელიანი, რათა თავისი მეთოდებით დაემყარებინა თბილისში წესრიგი. სწორედ მისი ინტერვიუ გავიდა იმ დღეებში ტელევიზიით, სადაც აცხადებდა: დემოკრატია ლობიოობა არ არის და ჩვენ გაჩვენებთ ყველას, რა არის დემოკრატია. ადგილზე დაიხვიტება ყველა, ადგილზე დაიხვიტება პროვოკატორიო. ხვალიდან გამოცხადდება აი ახალი წესები და ყველაფერი ადგილზე დაიხურტება პროვოკატორი და გასამართლება საერთო იმას და ის უკვე მორჩენილია. დემოკრატია არის იცით რა? დემოკრატიას სიმაგრე ჭირდება. თუ დემოკრატია არ არის მაგარი, ის არის ანარქია. ვინმეს თუ გონია რომ დემოკრატია არის ლობიოობა არ არის დემოკრატია. 1992 წლის 2 თებერვალს მან სიტყვა შეასრულა და ყველაზე მასშტაბური აქცია განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია. ამ მშვიდობიანი მარშის დროს 1999 წლის 9 აპრილის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში იწყებს. პოლიტიკურ პარტიებში მწვავე განხილვის საგანია თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება. ამ ცვლილებებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ნაწილიც ეწინააღმდეგება. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება პირველ რიგში პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტების ინტერესებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სიცრუე
სრულიად გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აკადემიური პერსონალისთვის ახალი დამატებითი კონკურსები და ატესტაციები იგეგმება. განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არსებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შენარჩუნება უწყებისათვის პრიორიტეტია. ეს არის კლასიკური ანტირეფორმა, რომელიც უკანაც არის ერთის მხრივ სრულად მოკლა აკადემიური ავტონომიის ქვეყნის მთავარ სახელმწიფო უნივერსიტეტებში და მეორე ესაა მათ ქონების დაპატრონება, კონტროლი და ქონების მართვა. ღმერთს არ უქმნია არც თესეუ და არც ტექნიკური უნივერსიტეტი, არც ერთ საერთაშორისო სტანდარტით, ეს არის ძალიან ცუდი ორი უნივერსიტეტი, რომელსაც ცალ-ცალკე რეალური რეფორმა ჭირდებოდა, თუ ამის რაიმე ლუფტი და შესაძლებლობა არსებობს და მიხარ შეწყმული რაღაცა მონსტრისგან, რომ რამე კაი გამოვა, უბრალოდ ეს ყველა სტანდარტ საერთაშორისო გამოცდილებას სრულად ეწინააღმდეგება. არც ერთი არგუმენტი არ იყო არც მეცნიერულად, არც კიდევ სხვა მიმართულებით საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გამართლებული. იმსჯელეს, გააცნეს, რა თქმა უნდა არ გაუკეთებიათ. იქ დაჯდა 1-2 ადამიანი, რაღაც დაწერა, მონახაზი გააკეთეს, გამოიტანეს, რომ ეს არის იდეალური და ამ დროს არავინ ამ ასე ვთქვათ, ცვლილებებს არ ეთანხმება. რა თქმა უნდა ეს არ არის მართალი. ეს რომ ხელისუფლება დარწმუნებული იყოს თავის თავში, რომ აი ეს მათი პოლიტიკა, მათი ეს რეფორმები, ეს გადაწყვეტილებები მართალი სწორია და სახელმწიფოებრივადაც და განათლების კუთხითაც სწორი გადაწყვეტილებებია, არც ერთ შემთხვევაში ისინი არ მოერიდებოდნენ და ბევრად უფრო თავისუფლები და ლაღი იქნებოდნენ ამ დარგის სპეციალისტებთან სასაუბროდ. ვფიქრობ, ეს არის ინიციატივა, რომელსაც არ გააჩნია უარყოფითი მხარეები. დავიწყოთ იმით, რომ ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და ყველაზე გახარებული ალბათ თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ რომ ეს არის ორი მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის გაერთიანება, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ძალიან საამაყო ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები. და რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ასევე ვფიქრობ ლექტორებისთვისაც და იქ აკადემიური წრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაერთიანება, რადგან ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელი ალბათ ყოველთვის საამაყოა და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი უნივერსიტეტი ამ გაერთიანების შედეგად არ დაკარგავს საკუთარ თავს. ამ რეფორმის მთავარი მიზანი არის პირველ რიგში კვალიფიციური კადრების მომზადება, უფასო სწავლების გამართლება იმ ხარისხით, რასაც განათლებული საზოგადოებისაგან, ანუ კურსდამთავრებულებისაგან მივიღებთ, იმიტომ რომ სახელმწიფო უშველებელ რესურსს ჩადებს ამის მომზადებაში და რასაკვირველია ფაკულტეტების რაციონალიზაცია და დარგების და თემების და სპეციალობების მიხედვით გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, მათ შორის იმისათვის, რათა საზოგადოებას, მასწავლებელ საზოგადოებას, პროფესურას ხელფასიც მოემატოს და მთელი ეს ინტელექტუალური მათი რესურსი იქნას მობილიზებული ერთი კონკრეტული ფაკულტეტის გარშემო. პარლამენტმა დღეიდან პარტიულ და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ქართული ოცნების საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო. გრანტების შესახებ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონებსა და კიდევ 5 კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ. სავარაუდოდ პირველი მოსმენით ცვლილებებს 3-4 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. 7 კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტში პირველი გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებია. ქართული ოცნება კვლავ ამტკიცებს, რომ მათ მიერ მიღებული ახალი კანონები სულაც არ არის რეპრესიული და კითხვების ფორმულირება, რომელსაც მათ უსვამენ პროვოკაციულია. წარმოადგენთ კანონპროექტს, განაცვლებათა პაკეტს, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების გაუმჯობესება, ამავდროულად ისეთი თანხების, ისეთი სახსრების შემოძინება საქართველოში, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს ან გამოიყენება პოლიტიკური საქმიანობის დასაფინანსებლად. ჩვენ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მივიღეთ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები. პლენარულ სხდომაზე განხილვის პერიოდში ერთ-ერთმა საელჩომ ერთ-ერთი საელჩოს გავლით ზუსტად იმ დროს, იმავე დღეს, სანამ კანონი ამოქმედებოდა და გაეგზავნებოდა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოსაწერად გასცა გრანტები. და ეს გრანტები გაიცა
იმ ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლის მმართველ გულშიც არიან ნაცმოძრაობის სიაში, საპარლამენტო სიაში მყოფი ადამიანები. შეუძლებელია ვინმე თქვას, რომ კეთილშობილური მიზნებით შემოსული იყო თანხა, შესაბამისად ამ კეთილშობილური მიზნის მისაღწევად დაფინანსდა კოლექტიური ნაცმოძრაობის შემადგენელი პირები და მთავრობას არ მიმართეს თანხმობის მისაღებად. რატომ არ მიმართეს? ზუსტად იმიტომ და იმ დასაბუთებით, რომ სხვა შემთხვევაში გახდებოდა გამჭვირვალე თუ რა მიზნებს შეიძლებოდა მოხმარებოდა აღნიშნული თანხები. არისეულობა არის ამავდროულად, როდესაც ქართული ოცნების ლიდერები, როგორებიც არიან კობახიძე, პაპუაშვილი, სამხარაძე და სხვები, მოდიან არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორიდან, არამედ მათივე გაგებით, გაცილებით უფრო დიდი საფრთხიდან, როგორიც არის საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორები, რომლებიც მაშინ თურმე კარგ საქმეს აკეთებდნენ და დღეს აღმოჩნდა, რომ ყოფილან საქართველოს შიდა საქმეებში ჩამრევი მავნებლური ორგანიზაციებია. ეს აღარ არის უკვე გამჭვირვალობა, ეს არის ფაქტობრივად მოგუდვა ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის. ეს განსხვავებული აზრი შეიძლება კონდეს მეწარმეს, შეიძლება კონდეს ამა თუ იმ დარგის ექსპერტს, სპეციალისტს, რომელმაც რა თქმა უნდა შესაძლებელია იმუშაოს სხვადასხვა ფონდთან თანამშრომლობით, მაგრამ როგორც ხედავთ, ამის ინტერპრეტაციის სრულ უფლებამოსილებას ექსკლუზიურად იტოვებს ოცნება, ვისაც მოუნდება დააჯარიმებს და სისხლის სამართლის ასე ვთქვათ, საქმესაც აღძრავს მის წინააღმდეგ და ვისაც აღება თვალსაც დახუჭავს. იმ ფონზე, როდესაც მათ შორის ევრობიუროკრატიიდან საჯაროდ უწრფელად აღიარეს, რომ აპირებენ რომ საქართველოს კანონმდებლობას გვერდი აუარონ და შავი ფულები ისე შემოიტანონ საქართველოში მათი აგენტურის დასაფინანსებლად და რადიკალური პროცესების დასაფინანსებლად. და ბუნებრივია რომ ნებისმიერი ქვეყანა და ეროვნული სახელმწიფო ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის თანხები, უცხოური თანხები არ იყოს ქვეყანაში, რომელიც მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკაში. შემოსული გრანტების სახით შემოსული თანხები ხმარდება ექსტრემიზმის განვითარებას. და თუ კი ეს ასე არ არის, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა? ითქვას, რა თანხაა, ვინ გადმოაგზავნა და რაოდენობით რისთვის რას ხმარდება. მეტი არავითარი მოთხოვნა არ არის და რაც შეეხება იმას, რომ კერძო ადამიანს გადმოურიცხოს ოჯახმა თანხა უცხოეთიდან ან რაღაც კონკრეტული საქმიანობისათვის, ან ნათამაშები როლისათვის ვიღაცამ მიიღოს ჰონორარი, რასაკვირველია ეს არანაირ კონდებარე არ არის რაიმე კონტროლის. ფასების რეგულირებაზე მსჯელობა მიმდინარე კვირაში უკვე საკანონმდებლო ორგანოში დაიწყება. კომისიის პირველი სხდომა 5 თებერვალს გაიმართება და სახელწოდება იქნება სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია. მისი ხელმძღვანელი დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი იქნება. კომისია 14 დეპუტატით დაკომპლექტდება, სადაც უმრავლესობა და ოპოზიცია 7 წევრით იქნებიან წარმოდგენილი. შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, მიზანია შეისწავლონ ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე, საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე. მისი თქმით, კომისიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სექტორში მოქმედ წამყვან კომპანიებთან, წარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელის ოპერატორებთან. ლევადიანი ჩარევით უნდა რომ შექმნას ასე ვთქვათ აღქმა და სიტუაცია რომ რაღაცა კონკრეტულ პროდუქტზე შეიძლება კონკრეტული ვადით ფასმა დაიწიოს. ამიტომ ჩვენი მიდგომა სხვა არის. ჩვენი ალტერნატიული ინიციატივებით გამოვდივართ. თქვენ იცით ამის შესახებ, მაგრამ ეს ჩვენი ინიციატივები გაცილებით მსხვილი საკანონმდებლო ინიციატივის პაკეტის სახეს მიიღებს, რაც გულისხმობს მინიმალური ხელფასის გაზრდას და უზრუნველყოფას კანონით, 1000 ლარიანი მინიმალური ხელფასის პენსიების ზრდას და ასე ვთქვათ უფრო მსხვილ სოციალურ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისთვის შემოსავლების ზრდას. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად არის იმის სივრცე, რომ ფასების მნიშვნელოვანი და საგრძნობი დაწევა მოხდეს, ამიტომ ამ პროცესს მიყვებით ბოლომდე უკვე იხსნება საგაზაფხულო სესია საქართველოს პარლამენტის პროაქტიულად ჩაერთვება ამ პროცესში და ეს პროცესი იქნება საჯარო ჩვენი საზოგადოებისათვის და ეს არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდება
განმარტებული მთავრობა ყოველთვის მუშაობს მათი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომით ბიზნესთან, ექსპერტებთან და სწორი ანალიზით შევძლებთ მნიშვნელოვნად ფასების შემცირებას. საბოლოო ჯამში აღნიშნული კომისიის მიზანი არის, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, პროცესი იყოს ინკლუზიური და ჩვენი მიზანი არის, რომ მოვეხმაროთ ბიზნესს, რომ ბიზნეს პროცესები იყოს უფრო ხარჯეფექტური, უფრო გამჭვირვალე, ბაზარი იყოს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, რაც საბოლოო ჯამში აისახება სამომხმარებლო ფასების შემცირებას. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული სასაზღვრო გამშვებ პუნქტს არფის ტერიტორიაზე აიყვანეს. ბრალდებულის პირადი და სამგზავრო ჩანთის შხრეკისას ნივთმტკიცება დამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. მათ შორის 979 აბი MDMA და პრეგაბალინის შემცველი 47 კაფსულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 261 და 262 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა პირმა თანამსახურებთან ერთად ცოლად შერთვის მიზნით 2006 წელს დაბადებული გოგონა ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში წაიყვანა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლის მესამე და 137 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქუთაისში ქალთა კლუბმა იანვრისთვის ტრადიციული ღონისძიება პოზიტივის დღე აღნიშნა. შეხვედრის ფარგლებში კლუბის წევრებმა ერთმანეთს და საზოგადოებას საკუთარი წარმატებების ისტორიები და გამოცდილებები გაუზიარეს. დღევანდელი ღონისძიება ქალთა კლუბის წევრების წარმატების ისტორიების გაზიარებას ეხებოდა. რაც შემეხება მე წინა წლის წარმატებები, ასე ვთქვათ, რაც იყო ვისაუბრე და გავაკეთე პრეზენტაცია ამ თემებზე და ვფიქრობ იმას, რომ იყო ძალიან საინტერესო წელი, იქიდან გამომდინარე, რომ იყო 3 სასწავლო ვიზიტი უცხოეთში და ამას ემატება ისიც, რომ შევძელით, რომ დაგვეფუძნებინა ლიკვიდირებული საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, როგორც IP და შესაბამისად ამ ორგანიზაციამ იგივე ფორმით შეძლო, რომ გაეგრძელებინა ფუნქციონირება. ეს ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე პოზიტივის დღე არის ძალიან კარგი დღე იქიდან გამომდინარე, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ერთმანეთს გასული წლის მთელი წარმატებები გავუზიაროთ. წელს პირველად ქალთა კლუბის მიერ ქეთი ბერძენიშვილის სახელობის პრემია გაიცა, რომელიც ჟურნალისტ ეკა ფხაკაძეს გადაეცა. ყველას უღრმესი მადლობა, ვინც მე მომცა ხმა და ჩათვალა, რომ ჩემს პროფესიაში, ჟურნალისტიკაში რაღაც გაკეთება შევძელი, ან უბრალოდ დავამახსოვრე თავი, რომ ხმა მომცა. კიდევ ვამბობ, დიდი პატივია ქეთი ბერძენიშვილის პრემიის მფლობელი, რომ გავხდით ამ პირველის და აი რა გითხრათ, ურთულეს მდგომარეობაშია დღეს ჟურნალისტიკა. ყველაზე მეტად იჩაგრება სიტყვის თავისუფლება და აქედან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეები. ალბათ პასუხიც უნდა იყოს ამაზე. არ ვიცი, ჩვენ ვცდილობ, თქვენ ჩემთან ერთად, ჩემო კოლეგებო, ყოფილო სტუდენტებო, რომ არ დავნებდეთ და გავაგრძელოთ
ბრძოლა ჩვენს პროფესიაში. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, უკვე მე-10 წელია ასოციაციასთან ქალები რეგიონების განვითარებისათვის არსებული ქალთა კლუბი აღნიშნავს პოზიტივის დღეს, ანუ იანვრის თვის ტრადიციულ ღონისძიებას, როდესაც ჯამდება გასული კალენდარული წლის განსაკუთრებული წარმატებები და კლუბის წევრები საზოგადოების სხვა წევრებს აცნობენ ამ წარმატებების შესახებ. დღევანდელი ღონისძიება არის განსაკუთრებული და გამორჩეული იქედან გამომდინარე, რომ დღეს გაიცა ქალთა კლუბის გამორჩეული წევრის ქეთი ბერძენიშვილის სახელობის პრემია 2025. ქეთი, როგორც მოგეხსენებათ, მრავალმხრივ დაჯილდოებული ადამიანი იყო, ამიტომ ყოველ წელს სხვადასხვა სფეროში გავცემთ ქალთა კლუბი აი ამ პრემიას. წელს პირველად ქეთის პროფესიიდან გამომდინარე პრემია გადავეცით წარმატებულ ჟურნალისტს ქუთაისში მოქმედს და ძალიან მიხარია და ძალიან დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ეს ჟურნალისტი არის ეკა ფხაკაძე. როგორც ქალთა კლუბის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ქეთი ბერძენიშვილის სახელობის პრემიის გაცემა ყოველ ძლიურ სახეს მიიღებს. მომდევნო წელს ქალთა კლუბის გადაწყვეტილებით პრემიით სამოქალაქო აქტივისტი დაჯილდოვდება.